იყავი როგორც კლდოვანი კონცხი, რომელსაც ღრიალით აწყდებიან ტალღები. ის კი მშვიდად დგას და მის გარშემო თანდათან ცხრება ბობოქარი წყლის მძვინვარება. წარმოიდგინეთ, ადამიანი, რომელიც რომის იმპერიას მართავს. ალბათ, იმ დროინდელი მსოფლიოს ყველაზე ძლიერი პიროვნებაა, ხო? მაგრამ ამავდროულად, წარმოიდგინეთ ომის ქარცეცხლი, პირადი ტრაგედიები, უამრავი შვილის სიკვდილი, მეგობრის ღალატი, საშინელი პანდემია. და ამ ფონზე წერს პირად დღიურს. და ეს ჩანაწერები არ არა იმაზე, რა მაგარი მართველია, არამედ იმაზე, თუ როგორ დარჩეს კეთილი, გონიერი და მშვიდი რა, ამ ყველაფერში. ეს მარკუს ავრელიუსია. დღეს სწორედ მასზე და, სტოიციზმის ფილოსოფიაზე ვისაუბრებთ. თქვენ გვაქვს მასალები, სტატია სტოიკურ ლიდერობაზე, ვიკიპედიიდან რაღაცები, ფიქრების ქართული თარგმანის შესავალი. ვეცადოთ, რომ მთავარი იდეები ამოვიღოთ ლიდერობაზე, სიმტკიცეზე, რაციონალურ აზროვნებაზე. ის რაც დღესაც, 2000 წლის მერეც, საოცრად აქტუალურია თქვენთვის. მზად ხართ? დავიწყოთ. მაშასე, ვინ იყო ეს კაცი? იმპერატორი ფილოსოფოსი, რომს მართავდა 161-დან 180 წლამდე. საინტერესოა, რომ მისი პერიოდი ემთხვევა იმას, რასაც რომაულ მშვიდობიანობას, Pax Romanას ეძახიან ისტორიკოსები. იმპერიის შიგნით სტაბილურობა იყო რა, მაგრამ პარადოქსია, რომ თვითონ მარკუს მშვიდობა თითქმის არ უნახავს. სულ ომები ჰქონდა საზღვარებზე, პართიელებთან აღმოსავლეთში, გერმანულ ტომებთან ჩრდილოეთში და თითქოს ეს არ იყო საკმარისი, ამას დაემატა ანტონინუსის ჭირი. საშინელი პანდემია, რომელმაც, როგორც ამბობენ, მილიონები იმსხვერპლა, მათ შორის სხვათა შორის მისი თანამმართველი ძმა ლუციუს ვერუსიც. დიახ. და წარმოიდგინეთ ეს მუდმივი კრიზისი, ხო? ჯანდაცვის კატასტროფა, ომები, პირადი დანაკარგები, მას როგორც ვიცით, მინიმუმ 8 შვილი გარდაეცვალა მცირეწლოვანი. და ამ ფონზე ის წერს ფიქრებს. ბერძნულად, ხო, ორიგინალში ტა ისე ვახტონ. პირდაპირ ნიშნავს საკუთარი თავისადმი. ეს არ იყო წიგნის სხვებისთვის, ეს იყო მისი პირადი, სავარჯიშოებით დიალოგი საკუთარ თავთან. თან ბერძნულად წერდა, რაც ფილოსოფიისთვის უფრო, ესე ვთქვათ, ბუნებრივი ენა იყო მაშინდელი ელიტისთვის. ამ ჩანაწერებით თავს არიგებდა რა, როგორ შეენარჩუნებინა სიმშვიდე, ეცხოვრა გონებით, შეესრულებინა თავისი მოვალეობა და ეს ყველაფერი მაშინ, როცა წარმოიდგინეთ ერთ-ერთი მთავარი გენერალი, ავიდიუს კასიუსი უჯანყდება და თავს იმპერატორად აცხადებს. ამ დროს. წარმოუდგენელი წნეხია, ნამდვილად. საინტერესოა, რა ეხმარებოდა ამ ყველაფერთან გამკლავებაში. ფილოსოფია ახსენეთ, სტოიციზმი. რა არის ეს სტოიციზმი, რას გვასწავლის? სტოიციზმი ეს ძველი ბერძნული სკოლა და ფუნდამენტურად გვასწავლის, რომ უნდა გავარჩიოთ, რისი კონტროლი შეგვიძლია და რისი არა. ჩვენ ვაკონტროლებთ ჩვენს აზრებს, ჩვენს განსჯებს, გადაწყვეტილებებს, ქმედებებს. ეს ჩვენია. დანარჩენი ყველაფერი, ჯანმრთელობა, რეპუტაცია, ფული, სხვები რას აკეთებენ, თუნდაც ჩვენი სიცოცხლე როდის დამცარდება, ეს გარეგანია. ჩვენ სრულ კონტროლს არ ექვემდებარება. ამიტომ სტოიკოსის მიზანია იცხოვროს სათნოებით, გონების კარნახით, ბუნების თანახმად და მიიღოს ეს გარეგანი მოვლენები მშვიდად რა, როგორც სამყაროს წესრიგის ნაწილი და ფოკუსირდეს იმაზე, რასაც თვითონ აკეთებს სწორად. ესე იგი მთავარია შინაგანი რეაქციების მართვა. თქვენს მოწოდებულ მასალებში რამდენიმე პრინციპი ჩანს მარკუსის ცხოვრებიდან. პირველი რაც თვალში მომხვდა, არის მთავარზე ფოკუსიება. როგორ ფიქრობთ? როგორ იყენებდა ამას პრაქტიკაში? ამდენი კრიზისის დროს ხორთული იქნებოდა. ხო, ეგ უმნიშვნელოვანი პრინციპია, ნამდვილად. მარკუსი სულ ეკითხებოდა თავს. აუცილებელია ეს. წარმოიდგინეთ, იმპერატორი პანდემიის დროს. რამდენი მოთხოვნა, რამდენი ინფორმაცია, რამდენი პანიკა იქნებოდა გარშემო, ხომ? სავარაუდოდ ის ამ კითხვას იყენებდა, რომ დაუნდობლად გაეფილტრა რა ზედმეტი საქმეები, უსარგებლო შეხვედრები, ფუჭი კამათი და ენერგია მიემართა მართლა მნიშვნელოვანზე ან სახელმწიფო საქმეზე, ან პირად სიმშვიდეზე. ეს დროის და ნერვების დაზოგვის საუკეთესო გზაა, რა ვიცი. გასაგებია. და ამ სიმშვიდის შენარჩუნება ალბათ ძალიან ძნელი იყო, განსაკუთრებით როცა ყველაფერი ცუდად მიდის. წყაროები ახსენებენ,
წუწუნისგან თავის შეკავებას. ეს უბრალოდ ხასიათია თუ რამე სტრატეგიაა? არა, ეს შეგნებული სტროიკური პრაქტიკაა. მარკუსი პირდაპირ წერს, რომ არავინ გაიგოს შენი წუწუნი, საკუთარმა თავმაც კი. იდეა ისაა, რომ თუ რამის ატანა შეგიძლია, აიტანე ღირსეულად, თუ არ შეგიძლია, ან შეცვალე სიტუაცია, ან მიიღე დასასრული მშვიდად. წუწუნი არის ენერგიის ფუჭი ხარჯვა, არაფერს ცვლის. და ლიდერისთვის ეს განსაკუთრებით ცუდია, იმიტომ რომ სისუსტის და უიმედობის სიგნალს აგზავნის. პირიქით, სიმშვიდე და მდგრადობა პრობლემების წინაშე ნდობას შთააგონებს ხვებში. და რისთვის აკეთებდა ამ ყველაფერს? დიდებისთვის. ისტორიაში რომ დარჩენილიყო. აქ კიდევ ერთი საინტერესო პრინციპი ჩანს. საქმეა მთავარი და არა დიდება. დიახ, ეს ძალიან ძლიერი იდეაა. სიკეთე უნდა აკეთო არა იმიტომ რომ ვიღაც შეგაქებს ან რამე ჯილდოს მიიღებ, არამედ იმიტომ რომ ეს სწორია. ეს შენი ბუნებაა რა. მარკუსი იყენებს ვაზის ან ფუტკრის მეტაფორას. ვაზმა ნაყოფი უნდა მოისხას, ფუტკარმო თაფლი უნდა მოაგროვოს. ისინი ამას აკეთებენ ბუნებრივად, ჩუმად, აღიარების მოთხოვნის გარეშე. ხო და კეთილმა ადამიანმაც ასე უნდა ქნას, გააკეთოს სიკეთე და გადავიდეს შემდეგ საქმეზე. ძალიან საინტერესოა, რომ თქვენს მასალებში ამერიკელი სპეცრაზმელი ედვარდ ბაიერსი ფაქტობრივად იგივეს ამბობს. საქმეა მთავარი და არა დიდება. ესე იგი, მარადიული პრინციპია, ხო? კი, ნამდვილად. მაგრამ ასეთი პოზიცია ხო არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი საკუთარ შეცდომებს ვეღარ ხედავს. ან იქნებ სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი კიდევ ერთი პრინციპი, აღიარება, რომ ყველაფერი არიცი და არასასიამოვნო სიმართლისთვის თვალის გასწორება. აბსოლუტურად. სტოიციზმი ხომ რაციონალურობას ეფუძნება. მარკუსი წერს, თუ ვინმე შეუძლია ჩემი შეცდომის ჩვენება, სიამოვნებით შევიცვლები. მე ხომ ჭეშმარიტებას ვეძებ. ლიდერმა და ნებისმიერმა ადამიანმა რეალურად თავი უნდა არიდოს იმას, რასაც თქვენი წყარო უწოდებს გამიზნულ სიბეცეს. ანუ არ უნდა დახუჩო თქვენი ფაქტებზე, რომელიც არ მოგწონს, ან შენს წარმოდგენებს ეწინააღმდეგება. შეცდომის აღიარების და აზრის შეცვლის უნარი ეს სიძლიერეა, სისუსტე კი არა. გონება, რომელიც ამას ვერ აკეთებს, ხისტი და მყიფე ხდება, იმსხვრევა ადლილად. და როგორ ახერხებდა ამ ყველაფერს განხორციელებას, სტრესულ მომენტში, ვთქვათ, როცა კასიუსის აჯანყების ამბავი გაიგო. აქ ალბათ ტაქტიკური პაუზის პრინციპი ერთვება, არა? დიახ, ეგ ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული სტოიკური იარაღია, ასე ვთქვათ. სტიმულსა, ვთქვათ, შეურაცხყოფა, ცუდი ამბავი, სტრესი და ჩვენს რეაქციას შორის ყოველთვის არის პატარა სივრცე, პაუზა. სტოიკოსები გვასწავლიან, რომ გამოვიყენოთ ეს პაუზა, რათა ავირჩიოთ გონივრული პასუხი და არა იმპულსურად, ავტომატურად ვიმოქმედოთ. მარკუსი ამბობდა, რომ სიმშვიდე და თავაზიანობა სიძლიერის ნიშანია, რაც უფრო მშვიდია გონება, მით უფრო ახლოსა ის ძალასთან. ეს პაუზა გაძლევს დროს, რომ იმოქმედო შენი პრინციპების მიხედვით და არა ემოციების კარნახით. და ბოლოს ეს ყველაფერი რომ ჰაერში არ დარჩეს თეორიად, აუცილებელია ყოველდღიური ვარჯიში. ზუსტად ეს არის სტოიციზმის პარასი. ეს არ არის უბრალოდ ლამაზი ციტატები ან რაღაც აკადემიური ფილოსოფია კაბინეტში გამოსაკეთად. ეს არის პრაქტიკული სახელმძღვანელო, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში უნდა გამოიყენო. ნებისმიერ სიტუაციაში ბრძოლის ველზე იქნები, იმპერიას მართავ, თუ ოჯახში გაქვს რამე პრობლემა. მარკუსი სწორედ ამას აკეთებდა. და მისი ფიქრები ამ ყოველდღიური ვარჯიშის, პირდაპირი დადასტურებაა. ის თავისი მაგალითით შთააგონებდა რა. მაშ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი დღეს თქვენთვის? ჩვენთვის, მსმენელისთვის, ეს უძველესი იდეები საოცრად ეხმიანება თანამედროვე გამოწვევებს, ხომ? გვეხმარება ინფორმაციულ გადატვირთვას გაუმკლავდეთ, სიმშვილე შევინარჩუნოთ გაურკვევლობის დროს, ვიყოთ უკეთესი ლიდერები, კოლეგები, მეგობრები, უბრალოდ უფრო მდგრადი ადამიანები. ასე რომ მარკუს ავრელიუსი იმპერატორი, რომელიც ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდის ქარცეცხლში აღმოჩნდა, სტოიციზმს იყენებდა როგორც პრაქტიკულ იარაღს, სიმტკიცესთვის, გონიერებისთვის, ეფექტური მოქმედებისთვის და მთავარი იდეა, რომელიც ყველაფერს გასდევს, არის ფოკუსირება იმაზე, რისი კონტროლის მართლა შეგვიძლია. ჩვენი აზრები, ჩვენი განსჯები, ჩვენი რეაქციები და ჩვენი ქმედებები.
და როგორც თქვით, მთავარი არა უბრალოდ ცოდნა, არამედ მუდმივი პრაქტიკა. ეს ცხოვრების წესია, რეალურად. დასასრულს მინდა ერთი რამ დაგიტოვოთ საფიქრალად. მარკუზე ამ ჩანაწერებს კრიზისის დროს წერდა, ხშირად ბრძოლის ველზე კარავში სანთლის შუქზე, თავისთვის რომ უკეთ გამკლავებოდა რეალობას. რა ერთი, თუნდაც პატარა, სტოიკური პრინციპი შეგიძლიათ თქვენს ჩაიწეროთ და სცადოთ პრაქტიკაში გამოიყენოთ აი ამ კვირაში, რომ საკუთარ თუნდაც ყოველდღიურ გამოწვევებს მეტი სიცხადით და სიმშვიდით შეხვედრეთ. მოიწონე და გამოიწერე ჩვენი არხი. ერთად დავეხმაროთ ადამიანებს შეცვალონ საკუთარი სამყარო. შენ ხარ მნიშვნელოვანი.